როგორ გინდა წლების მერე რომ შენმა შვილმა დაგახასიათოს? კარგი მეგობარი ალბათ, რომ ჩემი აზრით შვილთან კარგი კომუნიკაცია საჭირო და მეგობრობა. და იმ ყველაფრის გაზიარება, რაც შენ გადახდენია და ნუ ცხოვრების ესე რომ შეასწავლო და ალბათ ეს ყველაფერი მეგობრობის გარეშე არ იქნება. კარგი მეგობარი ალბათ უკვე საკმარისი იქნება იმ ყველაფრისთვის, რაც კარგი მამას დაახასიათებს. მამასთან ქონდა ასეთი ურთიერთობა შეიძლება ითქვას, ეხა კი უხერხული კითხვა გამოდის, მაგრამ ან საიდუმლოებს თუ მხელი მოდი მაშინ ცოტა ისეთი. არა, საიდუმლოების გამხელაში ცოტა ისეთი ვარ. ხო არა. ჩემი შვილი ეგეთ და როგორ სულ ვოცნებობდი რომ ჩემმა შვილმა რაღაც საიდუმლოები მითხარ ჯერჯერობით დუმს. არა, მე არ შემეძლო და დღესაც არ შემიძლია რომ ვინმეს რამე ესე უთხრა. მამას მით უმეტეს მე ესე ვიყავი. მაგრამ კარგი მეგობრები ვართ. ანუ მაინც საიდუმლოებს გამხელ არ არის საჭირო დამშვიდები ახლა. ჩემ შემთხვევაში პირიქით არის. მეც ყველაფერს უყვებოდი მამაჩემს. და ნენეც ისმე ჯერ პატარაა და თავის პატარა საიდუმლოები უთქვამს. მაგრამ ნენე მიყვება. მე და ნენეს გვაქვს ბევრი საიდუმლო გვაქვს, რომელიც მარტო მე და ნენე ვიცით. და იმედიას და კიდევ უფრო რო გაიზრდება, მერეც გააგრძელებს. გოგოებს და გოგოშვილს და მამას კიდე სხვანაირი ურთიერთობა აქვს და ჯერჯერობით ძალიან ახლო მეგობრები ვართ და რავი, ცდილობ რომ გავაგრძელო 14-ის. უი, მოდი კიდე ერთ-ერთ ცოტა საჩუთირო თემას შევეხოთ და მეც აღარ შეგაწუხებ, ანუ ვარჯიში და ხართვასული. საქართველოში კიდევ ერთი პრობლემაა რაღაცა ის სქესის შერჩევა და ბიჭი ბუნებრივია. შვილი გოგოც საოცნებაა და საოცრებაა ბიჭიც, მაგრამ ჩვენთან ჯერ კიდევ არის ის მომენტი, რომ ბიჭი თუ არ არის, თან 1000 უაზრო ეპიტეტს მოუგონებენ ხოლმე მამას, რომელსაც ბიჭი არ ყავს. ამ საკითხის მიმართ თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს. შვილია, არ მნიშვნელობა აქვს, ხა ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება, ალბათ არანაირი ხა. ესე ადრე რომ მესმოდა ხოლმე რომ აი გოგო ბიჭი და ბიჭი, აი ვერ ხვდებოდი ხოლმე, მართლა ვერ ვიაზრებდი. და ჩემთვის არ ვიცი ხა გოგო რავი შვილი არ არის და ბიჭი გასწავლული შვილია. გეტყვით ახლა როგორც ავარიების შემთხვევაში, ისე სელექციური აბორტის შემთხვევაში საქართველოს არის 5-ეულში თუ არ ვცდები. სელექციური აბორტების მიმართულებით და ამ საკითხზეც მუდმივად ვცდილობთ პედალად რომ გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება რომ არ ვიცი ხა ვერ აუგზავნად ვერ მიუთითეთ მაგრამ და ეს ალბათ გოგოა და იმიტომ ხო და შეიძლება სხვა რამის გამოვა შეიძლება მაგის გამოვა ეხა ხო რაღაც ეტაპის გამოვა სქესის გაგების უფლება არა მაგიტო ზუსტად მაგიტო აიგზალა რომ მაგრამ მაინც ახერხებენ ხო ჩემი ყველას მიცეს სამის შესაძლებლობა და ამიტომ უნდა ყავდეთ 4-5 და 3 და იქ ბიჭიც იქნება გოგოც იქნება და ყველაზე კარგი გამოსავალი არა და ერთმა ყველას მიცეს ამის შესაძლებლობა რომ გაზარდოს 4-5 და 6 და მეტი შვილი თუ არის რამე ისეთი, რაშიც არ ეთანხმები მამაშენს. კი, კაცო, ძალიან ბევრი რამე და ამაზე ძირითადად რაზე კამათობთ? ოისე არ მახსენდება, მაგრამ მე სულ ყველას ვეკამათები ხოლმე და ყოველთვის მაქვს ჩემი მოსაზრება, შეიძლება მცდარი იყოს, მაგრამ ჩემსაც მაინც ვიძახი ხოლმე და სხვის შეიძლება სიმართლე მითხრას, მაგრამ ჩემში მაქვს რაღაც ის რომ იმედის არ გავაკეთებ და მოდი ასე გავაკეთე და ბევრჯერ ცხვირი მომიმტვრევია ხოლმე ამის გამო, მაგრამ ჩემით რო ვაკეთებ ამას მაინც არ უნანობ, რომ იმიტომ რომ მე ვქენი და ნუ ისა ვარ, ხო ეს ზოგჯერ ხისტი ვარ, ზოგჯერ ბევრჯერ ამის მინანია ხოლმე რომ მშობლებთან ესე მისაუბრია, მაგრამ ხო ბევრჯერ სულ კამათი სულ გვაქვს ხოლმე დედასთანაც, მამასთანაც, ყველა საკითხზე, ყველაფერზე. ნუ ისინი რა თქმა უნდა ჩემთვის კარგს მეუბნებიან, მაგრამ ჩემთვის კარგიც რო იყოს მისაღები არ არის ხოლმე და ყველაფერზე ჩემი მოსაზრება მაქვს და ჩემი ხშირი კამათი ხშირად გვაქვს ხოლმე. არა, მე ვფიქრობ კამათი საჭირო რამეა. ხო, ჯანსაღია, კი, ეს საჭირო რამეა. მეგობრობას პირიქით შეიძლება უფრო კი, რა თქმა უნდა. აძლიერებს. ხო, ნუ ისეთი მეგობრები თუ გყავს გვერდით რომ იმასთან არც ჭუბი არ მოქსული, არც კამათობ, არც დავობ არაფერზე, ჩემს თქვენი მეგობრობა არ არის რეალური და არ არის ჯანსაღი. გეთანხმები, ხო, რაღაცაზე განსხვავებული აზრზე გეთანხმება და ყველაფერზე შენც ეთანხმები. და თუ სამსახურს გიწევს, აბა რა.